რას ნიშნავს ლიბერალური ფაშიზმი და რა საერთო აქვს ნეოლიბერალებსა და ფაშისტებს? პირველი ის, რომ ნეოლიბერალებისთვის და ფაშისტებისთვის ყველანაირი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი გახლავთ მიუღებელი და ვინც კი მათ საპირისპირო მხარეს იმყოფება, ყველა გახლავთ ქვეყნის მოღალატე და მტერი. მეორე ის, რომ ფიურერი მუდამ მართალია. მესამე ის, რომ ტრადიციები და სხვა ღირებულებები ასოცირდება სიბნელესთან და რაც მთავარია რუსეთთან. მეოთხე ის, რომ არ არსებობს არანაირი ღმერთი, სარწმუნოება და ეკლესია, რადგან ეს ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და პროგრესს. ხოლო რაც შეეხება ეკლესიის მიმართ ზისკს, ამის მაგალითი ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ვიხილეთ, თუ როგორ შეუვარდნენ ეკლესიაში ყველანაირი მორალისგან დაცლილი რადიკალები და როგორ შეძლეს მათ ჩვენი სასულიერო პირების წყობრიდან გამოყვანა, ხოლო შემდეგ მათმა პროპაგანდისტულმა მანქანებმა პირიქით წარმოაჩინეს ეს ყველაფერი საზოგადოებაში. რაც შეეხება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ დევნას, ეს დიდად სიახლეს არ წარმოადგენს ნეოლიბერალებისგან, რადგან საპირისპირო აზრის მქონე ყველა ადამიანის მიმართ ლანძღვა, გინება და მუქარა მათთვის გამოხატვის ჩვეულ ფორმას წარმოადგენს. ასევე მათ ობიექტივში მოხვდენ მეც, სადაც საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო რიგი ჯგუფი მომიტინგეებისა დამიპირისპირდნენ და მომიწვეს Facebook პოსტები, ლამისა გაციმბირებასაც კი მიბერებენ. ხოლო ეს ჩემი მოსაზრება შეეხო უკრაინისა და უცხო ქვეყნის დროშების ფრიალს რუსთაველზე, რაც უადგილო და სასაცილო მეჩვენება, რადგან ქვეყნში და განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში უცხო ქვეყნის დროშების ფრიალი ალოგიკურია და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს და თავმოყვარეობას ლახავს. მოკლედ ამ არსებობს არანაირი საერთო არ გააჩნიათ ევროპულ ღირებულებებთან. ესენი არ გახლავთ ევროპული კულტურის ნაწილი. ესენი გახლავთ უცხო ბნელი ძალების მიერ მართული ბრმათმადიდებლები, რომლებმაც თავის დროზე შეიწირეს უკრაინა, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში ცხვრის თავში გადაცმული გებელსის მიმდევრები მოვიდნენ. მოკლედ სცენარი ერთი და იგივეა. ეხლა კი ყველაფერი საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. დაუშვებ თუ არა ნეოლიბერალების მოსვლას ხელისუფლებაში, რომლებსაც არ გააჩნიათ სამშობლო და არანაირი ღირებულებები, თუ საქართველო ასპარეზზე დარჩება როგორც უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც ამაყად შეაბიჯებს ამა თუ იმ გაერთიანებებში.